მთაში არის ენერგია, რომელსაც სხვაგან ვერ ქმნი. გეოლოგიურადაც ეგრე. აი, ამოზიდული უშბა ეს არ არის მხოლოდ გაყინული სკულპტურა. ამ სკულპტურას და ამ ფორმას მოყვება ამბავი. არ არის საჭირო რომ იყო ჩემსავით გეომორფოლოგი. უშბას რო შეხედავ, რომ ცრემლები მოგადგეს და გაგაჟრიალოს. აბსოლუტურად. რატო? საიდან იცი, რატო გაჟრიალებს? შენ ოდნავ თუ გაქვს სამყაროს შეგრძნება, უშბას დაძარღულს რო ნახავ, ხვდები ეს როგორი ამოზიდულია და მის შესაქმნელად რა ენერგია. ესე იგი შენ დაინახე ის როგორ ძარღვივით ამოვიდა და გაიყინა, მაგრამ ამოვიდა, გაიყინა და ეს ენერგია არ გაჩერდა. მოვიდა შენთან და ცრემლი გამოიწ. გახედავ თეთრულს და ხედავ რაღაცნაირ სიმშვიდეს, გრადობას, სტაბილურ, აი ეს რაღაცა დიონისის ენერგია და აპოლონის ენერგია და მე რო ადგილობრივი გეტყვის რომ ამას ეს ყველაფერი უყვარდათ ერთმანეთს და ისე დარჩნენ ერთმანეთის გარეშე და ამას რო დააყოლებ იქაურ რაღაც გემრიელ კუბდარს და რახს და მე იქ რო სვანურ იმას სიმღერა არ გჭირდება აკადემიის დამთავრება არ გჭირდება აი ეს არის ყველაფერი ის რაც შენ ეს გაქვს